გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღევანდელ ჩართვას მე გავუძღობი, იმიტომ რომ თათა ზანდუკელი არის უპასუხისმგებლო ადამიანი, თათა ემზადება გამოცდებისთვის და ძალიან ნერვიულობს, რატო ნერვიულობს არ ვიცი. პრინციპში ეს ვიდეო რო დაიდება, უკვე ჩაბარებული ექნება გამოსცა, მაგრამ სანამ ნიშნავს არ გაიგებს, მანამდე მაინც ინერვიულობს, ამიტომ მოდი კომენტარებში გავამხნევოს და ყველამ დაუწეროთ იზი თათა, იზი. როგორც იცით, დღევანდელი ვიდეო შეეხება იმ რეჟისორებს, რომელთაც ოსკარი არ ღირსებიათ არასდროს. ახლა რატო ავირჩიე ეს თემა? პირადად მე ხშირად მქონია ხოლმე ეგეთი შემთხვევები და ვგონებ, რომ თქვენც როგორც მინიმუმ შესწრები ხართ ისეთ მომენტს, როდესაც ვიღაც რომელიმე მსახიობის რეჟისორის ან ფილმის დასაცავად მოიყვანს ხოლმე ოსკარს, რომ აი მაგარი მსახიობია, მაგას ოსკარი აქვს აღებული, ეს მაგარი ფილმია, ოსკარი მოიგო და არ არის ეგრე. არ არის ეგრე. ჯერ ერთი ძალიან ბევრი ოსკარი ნაყიდია, ნაჩუქარი ყოფილა, მაგრამ ეგ სხვა თემაა და ახლა არ გავაგრძელებ. თუ გენდომებათ ეს თემა, შეგვიძლია ჩვენ რომ ვიდეო გარდავქმნათ. ესე იგი, რაღაც ოსკარი ამბობს, რომ ეს ფილმი კარგია, ეს ფილმი აპრიორი კარგი არ არის. ის რეჟისორები, რომლებზეც მინდა რომ დღეს გელაპარაკოთ, არამც თუ ოსკარი არასდროს არ მოუგიათ. ნომინირებულიც კი არასდროს არ ყოფილან ოსკარებზე, ნომინირებულებიც კი არ ყოფილან, ანუ იმ ადამიანების ლოგიკით, რომელთათვისაც ოსკარის ჯილდო განსაზღვრავს ვიღაცის ნიჭს და მაგრობას, მაშინ ეს ხალხი, რომელზეც უნდა გელაპარაკოთ, ძალიან უნიჭოები არიან, ან ისე რა რეჟისორები არიან, ან საშუალო დონის რეჟისორები არიან, არ ვიცი, ეგ თავად გაარკვიონ. ჩვენ კიდე მოდი გადავიდეთ ამ ძალიან მაგარ ხელოვანებზე, დიახაც ძალიან მაგარ ხელოვანებზე. აქვე სანამ გადავარ, ჯერ მინდა ვთქვა, რომ არც ერთი დაჯილდოების და ზოგადად ჯილდოს მტერი ასე არა ვარ. უბრალოდ არ ვთვლი, რომ რომელიმე კინოაკადემია იქნება, ფესტივალი იქნება, თუ ადამიანი იქნება, ცამდე აყვანილი უნდა გქონდეს მათი ნათქვამის ჭეშმარიტება. მაშასე რეჟისორი ნომერი პირველი, რომელსაც ოსკარის ნომინაციას კი არ ღირსებია მის დღემში. 1940 წლის 11 სექტემბერი ნიუ-ჯერსიში დაიბადა რეჟისორი, რომელიც ახალი ჰოლივუდის მთავარი ფიგურა, თრილერისა და კრიმინალური ჟანრის ოსტატი გახდა. 1976 წელს მან გადაიღო თავისი კარიერის პირველი უმნიშვნელოვანესი ფილმი „ქერი“, სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ადაპტაცია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარი მაქვს ბრაიან დე პალმაზე, მისთვის ეს კინოსურათი გახდა კარი, რომლითაც შეაბიჯა მეინსტრიმ ჰოლივუდში. რამდენიმე წელში მან გადაიღო მაღალბიუჯეტიანი სტილიზებული თრილერები, მის ამ პერიოდის ნამუშევრებს ჰიჩკოკ ისეულს უწოდებდნენ და მისი რეპუტაცია უფრო და უფრო იზრდებოდა. ასეთი მიზანიც კი დაისახა, რომ ამერიკელი ჟან ლუკ გოდარი გამხდარიყო, სხვათაშორის არც გოდარს არ მოუგია ოსკარი, 2000 წელს გადასცეს მას საპატიო ოსკარი, თუმცა საპატიო ოსკარი მაინც გადასცეს და დე პალმას ეგეც კი არა, დაბიო ხო, აი უკვე გითხარით, რომ 80-იანი წლებისთვის მას უკვე ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა შექმნილი, თუმცა 1993 წელს ამ წარმატების, თავისი სახელის და იგივე რეპუტაციის მიუხედავად გადაიღო ფილმი, რომელიც მაინც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს იყო 1932 წლის განგსტერული კინოსურათის The Shame of the Nation, ანუ ნაციის სირცხვილის რიმეიკი, ნაიარევის სახე. ფილმი, რომელიც გახდა მასიური შოკის წყარო და ნამდვილი კულტურული ფენომენი. ამ ფილმით განგსტერული ჟანრის მომავალი განისაზღვრა და იქცა კიდეც ჟანრის ხატად. გარდა ამისა, დე პალმა მთავარი როლის განსახიერებისთვის ალ პაჩინო აირჩია, რომელიც იმ პერიოდისთვის კარიერული დაღმასვლის გზაზე იდგა. მისი ბოლო ნამუშევრები ბოქს-ოფისში კრახს განიცდიდა. თავდაპირველად ტონი მონტანოს როლზე განიხილებოდა რობერტ დე ნირო, რომელმაც უარი განაცხადა ამ პერსონაჟის განსახიერებაზე. ალ პაჩინო კიდე ძალიან მონდომებული იყო, მისმა მონდომებამ ნაყოფიც გამოიღო და როლი სწორედ მან მიიღო. და შექმნა კიდეც კინო აიკონი და ეს საინტერესოა სხვა ვინმე, თუნდაც დე ნირო წარმოგიდგენიათ ამ როლზე. ვერ გავიგე დე ნირო რა დე ნირო. კი დე ნირო რა. 1987 წელს დე პალმამ ახალი ჰიტი წარუდგინა საზოგადოებას ფილმი ხელშეუხებელნი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კინოსურათმა
კინოაკადემიის 4 ნომინაცია მოიპოვა, აქედან შონ კონერი მოიგო კიდეც ეს ჯილდო, თუმცა ოსკარებისთვის დე პალმა საკმარისი ინტერესი ვერ გამოიწვია ჰარონოუ და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ამ ფილმის ეგრეთ წოდებული სადგურის სცენა მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ სასპენსის სცენად. თავისი ამ ულტრაშენელებული კადრით, სადაც საბავშვო ეტლიკებაზე მიგორავს ამ მასიური სროლის ქვეშ და რავი, მარტო ეს სცენა არის ისეთ სიგიჟე, რომ ყოჩაღ ოსკარები ტაშ-ტაშ-ტაშუნია. გაბრაზებული ვარ. ამ ნამუშევარს მოყვა არანაკლები მნიშვნელოვანი კინოსურათები, მათ შორის ერთმანეთის მიყოლებით გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა კაინის აღზევება, კარლიტოს გზა, შეუსრულებელი მისია, რითაც ეს ფრენჩაიზი საერთოდ დაიწყო და ასევე გველის თვალები. ოსკარის თუ ოსკარის გარეშე ბრაიან დე პალმა არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი, როგორც უკვე ვახსენე, ახალი ჰოლივუდის მთავარი ფიგურა იყო და ინტერვიუებშიც აი ამ პერიოდის მსახიობებს, რეჟისორ ალ პაჩინოს, დე ნიროს, აი სკორსეზეს უამრავჯერ აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მათთვის, როგორც კარიერაში, ასევე ცხოვრებაშიც. ახალი ჰოლივუდის ნამდვილი ლიდერი იყო. შეიძლება სხვა რეჟისორების ფილმები არანაკლებ წარმატებული და ცნობილი იყო, მაგრამ თვითონ იყო ისეთი ფიგურა, აი ლიდერის უნარებით დაჯილდოებული, თუ რაღაცებს ურჩევდა და ასე შემდეგ. თუმცა რასაკვირველია, ოსკარებისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, ოსკარებისთვის არ იყო საინტერესო ადამიანი. სამოგიორთის ადამიანები, რომლებიც ვახსენე, ასეთი სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით რომ ახსენებენ შესახელს, მე მგონი ეს ყველა ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს ფრაზა ვიცი, რომ ძალიან ბანალურად ჭხებს, მაგრამ ვასია და ბანალურობა კიდე ჭეშმარიტების უამყოფელი ხო არ არის არა? რა ბრძენი ვარე? ძალიან თავდაბალი. მაშასა რეჟისორი ნომერი 2, რომელსაც ნომინაციაც კი არ ღირსებია მის დღემში. წარმოიდგინეთ, გიწოდებენ ვენერიული საშინელებათა ჟანრის. წარმოიდგინეთ, გიწოდებენ ვენერიული საშინელებათა ჟანრის მეფეს, სისხლიან ბარონს. ფაქტობრივად ხარ ბადი ჰორორის მთავარი არქიტექტორი, ინჟინერი, მშენებელი, სანტექნიკოსი, ყველაფერი შენახარ, გენიუსი ხარ. ზოგ შეიძლება გაგიჩნდათ ვერსია, აღარ გალოდინებთ, ეს ადამიანი არის დევიდ კრონენბერგი, კანადელი მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, უმსახიობია, კიდეც მოკლედ კინოსკაცია სულით ხორცამდე. დე პალმას მსგავსად კრონენბერგსაც არანაკლები მნიშვნელობა და როლი აქვს კინემატოგრაფისთვის, მეტიც ის შეიძლება ნოვატორადაც კი მოიხსენიოთ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად აკადემიისგან ნომინაცია მაინც არასდროს დაუმსახურებია. თუმცა კრონენბერგს რასაკვირველია, ოსკარის გამო არ გადაუღია თავისი ფილმები, ხოლო რატო გადაუღია, როგორ გადაუღია, რისთვის გადაუღია და რანაირად, ამას ახლა მოგახსენებთ ვოკალად. რატო შეგაშინეთ ვოკალად? დედამისი იყო მუსიკოსი, მამა მწერალი, რასაკვირველია მშობლები შვილის ამ ხელოვნებისადმი ინტერესს ახალისებდნენ, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი. როგორც უკვე ვახსენე, კრონენბერგი ბადი ჰორორის პიონერია, თუმცა მისი შემოქმედება ამ ჟანრს არ მოიცავს მხოლოდ, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკას, თრილერს, ფსიქოლოგიურ თრილერსა და დრამებსაც. და ამ ყველაფრის თავი არის მის ყმაწვილ კაცობაში. მის საყვარელ საკითხავს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალები წარმოადგენდა, სწორედ მათი საშუალებით გაიცნო რეი ბრედბერის, აიზეკ ასიმოვისა და ფილიპ დიკის ნაწარმოებები. თითოეულ მათგანს დიდი გავლენა ჰქონდა კრონენბერგზე, როგორც თავადვე აღნიშნა, თუმცა მის ცხოვრებაში კომიქსებსაც უდიდესი ადგილი ეკავა, განსაკუთრებით ისის კომიქსებს. ისი არის ამერიკული კომიქსების გამომცემლობა, რომელიც სწორედ საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკის, კრიმინალური და დარკ ფენტეზი ჟანრის კომიქსებს აქვეყნებდა. ალბათ უკვე ფიქრობთ, რომ სწორედ ისი გახდა მის შემოქმედებაზე მთავარი გავლენა. კი, დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ყველაზე შოკი ახლა მოდის. კრონენბერგზე, როგორც უკვე კინორეჟისორზე, ავანგარდულ და საშინელებათა ფილმებს ჰქონდა გავლენა. მაგალითად, ანდალუზიური ძაღლი, დრეიერის ვამპირი, შავი ლაგუნის არსება, გოდარის ალფავილი და ასე შემდეგ. თუმცა, კრონენბერგის თქმით, ორმა ფილმმა ფაქტობრივად განსაზღვრა მისი მიდგომა საშინელებათა ფილმებისადმი. გონია, რომ ვერასდროს ვერავინ ვერ გამოიცნობდა ამ ორ ფილმს. ორივე მათგანი გახლავთ ერთი კინოკომპანიის ნამუშევარი, ეს არის დიზნის ბემბი და დამბო. ეს ანიმაციები კრონენბერგს მიაჩნია ჰორორებად. და უფრო მეტიც, მან ბემბი მოიხსენია თავის პირველ მნიშვნელოვან ფილმად, რაც კი უნახავს.
რაც შეეხება მის შემოქმედება პირობითად არის დაყოფილი ჟანრული და თემატური თავისებურებებით. პირველი არის 70-იანი, 80-იანი წლები, რომელიც მოიცავს ბადი ჰორორისა და საი-ფაის ნამუშევრებს და სწორედ ამ დროს იყო, როდესაც მას უწოდეს სისხლიანი ბარონი. ამ პერიოდი 70-იანების ნამუშევრებია შთამომავლობა, რომელმაც საერთოდ ახალი ტერმინი შექმნა ფსიქოპლაზმიქს, ანუ ფსიქიკური ტრავმის ფიზიკურად გამოვლენა ან გარდაქმნა. რასაკვირველია, ეპოქამ და გარემომ იქონია დიდი როლი ამ თემების წარმოჩენისთვის. ეს იყო სექსუალური რევოლუციის, სამედიცინო შფოთებისა და კლინიკური დაავადებების რეალობით განპირობებული. ამ ყველაფერს ძალიან ოსტატურად იყენებდა კრონენბერგი აუდიტორიაზე ეფექტის მოსახდენად, იმით რომ იყენებდა ვისცერულ, ანუ შინაგანი ორგანოების კონცეფციებს და მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა აუდიტორიაზე. უკვე 80-იანებში მის ნამუშევრებში იწყება ეგრეთ წოდებული ხორცისმიერისა და ტექნოლოგიების შერწყმა. ამ დროს მისი ბიუჯეტი უფრო გაზრდილი იყო და მისი სპეცეფექტები ფაქტობრივად რევოლუციურიც აღმოჩნდა. იგი ორიენტირებული იყო იმაზე, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიები და მედია, არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკას, არამედ სხეულსაც კი. კრონენბერგის ბევრი გულშემატკივარი სწორედ ამ პერიოდს მიიჩნევს რეჟისორის ოქროს ხანად, იმ ფილმების გამო, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით კი ვიდეოდრომი, რომელსაც თუ ნახავთ, ეგრევე მიხვდებით, რომ ჩვენ ამჟამინდელ მდგომარეობაზე არის გადაღებული. ამას უკვე მოჰყვა მისი კარიერის გვირგვინი, კინოსურათი ბუზი, ფილმი შედევრად აღიარეს წამებში, მაყურებელმა ხომ ეგრევე შედევრად აღიარა. მერე ამას დაემატა კრიტიკოსების შეფასებები, სტატიები. ცალკე გოლდბლუმის შესრულება არის ძალიან მაგარი, მოკლედ უტოპესი ფილმი დადო ამ რეჟისორმა, თუმცა არა კინოაკადემიისათვის, რასაკვირველია. შემდგომ მოდის 90-იანი, 2000-იანების ერა, ფსიქოლოგიური და ტრანსგრესიული ფილმები, პერსონაჟების ფიზიკური მუტაცია მან კვლავ შეინარჩუნა, თუმცა ორიენტირად ფსიქოლოგიური ინფექციები და ლიტერატურული ტრანსგრესიული ადაპტაციები დაისახა. ფიზიკურ მუტაციაზე მეტად ადამიანის იდენტობის, ხედვის, აღქმისა და ნების მუტაციებს ჩაუღრმავდა. ამ პერიოდის ნაყოფია შიშველი ლანჩი, რომელიც კრონენბერგის შემოქმედებას ჩემი საყვარელი ფილმია. თქვენსასაც თუ გამიზიარებს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. აქვე გადაიღო ამ ფილმის შეჯახება, რომელშიც ფიზიკური დასახიჩრება იმდენად მძიმედ აღარ ჩანს, აი 2000-იანი წლებიდან უკვე საერთოდ ქრება ეს ელემენტი მის ფილმებში და ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი, რომ ადამიანების გონება და ადამიანური სისასტიკე თავისთავად საკმარისად საშინელიაო. ანუ მის მოსტრებზე საშინლად მიაჩნია ჩვენი გონება, რასაც ვერ უარყოფს და ეგ ყველაზე ცუდია მე მგონი. 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მიწიერ სამყაროზე გადაერთო და მე პირადად სწორედ ამ ერაში შექმნილი კინოსურათით გავიცანი ეს რეჟისორი, ეს ფილმი ობობა, რომელიც წლების წინ მაქვს ნანახი და ახლაც მახსენებს ხოლმე თავს ის უხერხულობა და სიცივე, რაც დამეუფლა. ესთეტიკა არის დაუვიწყარი, დაცლილი, მართლა ცივი, ძალიან უემოციოც კი, უხერხული გარემო არის და ის შეგრძნებები დღემდე მახსოვს. გარდა ამ ყოველივესი, კრონენბერგის შემოქმედებაში სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება ვიგო მორტენსენი, რომელთანაც რამდენიმე კოლაბორაცია ჰქონდა, ხოლო მათი მეორე საერთო კინოსურათი აღმოსავლური დაპირებები, მე როგორც ვიცი, საქართველოში ძალიან ცნობილია, გასაგებიც არის და კი ბატონო. 2010-იანი წლებიდან სატირიკოსად მოგვევლინა, რომელიც თანამედროვეობის გაანალიზებასა და მისი ინსტიტუტების დაშლას უთმობს ყურადღებას, კერძოდ ფსიქოანალიზი, კაპიტალიზმი და ჰოლივუდური პოპულარობა და ასე შემდეგ. 2022 წლიდან იგი დაბრუნდა კინოწარმოებაში და დაბრუნდა თავის შემოქმედების საწყისებში, ანუ ბადი ჰორორში, თანაც ასეთი ფრაზით: ქირურგია ახალი სექსია. მაშაზე რეჟისორი ნომერი 3, რომელსაც ნომინაციას კი აღირსებიან მის დღეებში. რეჟისორი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, არის იტალიელი ადამიანი, რომელსაც კინოისტორიის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად მიიჩნევენ. არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ იტალიელი. სწორედ მისი წარმომავლობის გამო შეიძლება იფიქროთ, რომ რა პრობლემა ამერიკულმა კინოაკადემიამ იტალიელ რეჟისორს რო არ მისცა ოსკარიო, მაგრამ მისმა ფილმებმა რევოლუცია მოახდინეს სწორედ ამერიკელების შექმნილ ჟანრში. სერჯიო ლეონე, ადამიანი, რომელმაც შექმნა სპაგეტი ვესტერნი. სპაგეტი ვესტერნი ჩვეულებრივი ვესტერნისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ევროპაში გადაღებული ვესტერნებია და კინოკრიტიკოსებმა ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ძირითადად იტალიელები იღებდნენ ამ ფილმებს. სპაგეტი ვესტერნზე მუშაობა პირველად ლეონეს ნამდვილად არ დაუწყია, თუმცა
ის ვიზუალური პასაჟები და ეფექტები, რომლებიც მან ჩართო ფილმებში და ფაქტობრივად თხრობის ახალი მანერა შექმნა, ეს კი მართლაც მისი იყო. გულისხმობ პირველ რიგში ვიზუალს, რა მნიშვნელობა, რაც მთავარია, რა დანიშნულება მიანიჭა კამერას, ხედებს, ლინზას, პლუს ამას როგორ იყენებდა გადაღებულ მასალას მონტაჟის დროს, პანორამული ან ფართო ხედები და ამის მონაცვლეობა ეგრეთ წოდებულ ექსტრემალურ ახლო ხედებთან, რისი უბრწყინვალესი მაგალითიც არის ფილმი „კარგი, ცუდი, ბოროტი“. ამ მეთოდს მის ყველა ფილმში ნახავ და შემდგომ პერიოდში უკვე სხვა რეჟისორებთანაც, იმიტომ რომ უოსკაროდაც ამ კაცმა იმხელა გავლენა იქონია კინოს ისტორიაში, აი მარტო რამდენიმე რეჟისორი შეგვიძლია ვახსენოთ, რომელსაც ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორიც ლეონეს. აი ძალიან გავლენიანი კინორეჟისორია, ძალიან გავლენიანი. მისი შემოქმედება პირობითად სამ ნაწილად იყოფა, ჯერ უნდა დავიწყოთ 40-იანი, 60-იანი წლების ნამუშევრებით. მისი შემოქმედების ამ პერიოდს მოიხსენიებენ როგორც შეგვირდისა და პეპლუმის ერა. ამ დროს ის მუშაობდა ჩინეჩიტაში, კინოსტუდიაში, სადაც კინოისტორიის უდიდესი ფურცლები დაწერილა. ახლა ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ლეონესის დიდი ცნობილი ფილმები, რომელიც ჩვენ მოგვიხსენება, არის გადაღებული ნატურაზე. და უცებ რომ ავხსნა, ნატურაზე და სტუდიაზე ნამუშევარი ფილმები განსხვავდება ძალიან, განსაკუთრებით გადაღების სპეციფიკით განსხვავდება, სულ სხვა რაღაცა არის რეჟისორისთვის, ოპერატორისთვის, განათებისთვის, აი განათების სპეციფიკა არის ამოტრიალებული მთლიანად. ლეონე მუშაობდა სტუდიაში და მონაწილეობას იღებდა ჰოლივუდის მიერ დაფინანსებული ისტორიული ფილმების შექმნაში, ეგრეთ წოდებული ხმლისა და სანდლის, ან მეორენაირად პეპლუმის ფილმების გადაღებებში. და სწორედ ამ დროს დაამუღამა, როგორ უნდა გადაიღო დაბალბიუჯეტიანი ფილმები ისე, რომ ჰოლივუდის ფართომასშტაბიან კინოსურათებს დამსგავსებოდა. ამას მოჰყვა 60-იანების ერა, რომელსაც დოლარის ტრილოგია ეწოდა. ეს მცირეხნიანი ერა ცნობილია როგორც სერჯიო ლეონეს მემკვიდრეობის განსაზღვრელი. აქ დაიბადა სპაგეტი ვესტერნი, ბავშვობის მეგობართან ენიო მორიკონესთან ერთად იწყებს მუშაობას, ქმნის საკუთარ ავთენტურ კინოენას, შემოაქვს ექსტრიმი, ახლო ფაქტობრივად გაჭედილი კადრები, დუმილს უთმობს ხანგრძლივ დროს და რაც მთავარია, თამამი ძალადობის სცენები. ამას ემატება უსახელო კაცის ტიპაჟის ჩამოყალიბება, რომელსაც ტრილოგიის ყველა ფილმში კლინტ ისტვუდი განასახიერებს. ხოლო ლეონეს ბოლო პერიოდი მონათრულია როგორც Once Upon a Time, ანუ ერთხელ ან ოდესღაც, ასევე მას უწოდებენ ტრილოგიას ამერიკაზე. ეს ფილმები ძალიან განსხვავდება დოლარების ტრილოგიისგან. ახლა რა შეიცვალა ამ ტრილოგიაში? ბევრად უფრო მასშტაბური და მოცულობითია, გარდა ამისა, ექსტრიმს დაუმატა მელანქოლიური ტონი, რაც საერთოდ სხვა განწყობას მატებს ნამუშევარს და რაც ყველაზე შესამჩნევია ორი დეტალი. პირველი, ფილმების ხანგრძლივობა ბევრად გაზარდა და ტემპიც უფრო ნელი გახდა, ვიდრე მანამდე ფილმებში ჰქონდა ხოლმე. ერთხელ ამერიკაზე ვთქვათ, რომ მის შემოქმედებაში ყველაზე განსხვავებული ფილმია, მას ასევე უწოდებენ ლეონეს არავესტერნ, ნონ-ვესტერნ ფილმსაც, თუმცა მაინც არის რაღაც ძალიან ვესტერნულიც ამ ფილმში, რაც ძირითადად გამოხატულია იგივე რაკურსებში, დუმილით საუბარში და სხვა ბევრ წვრილმანშიც, მაგრამ ველურ დასავლეთში არ არის გადაღებული და გასაგებია, რატომ არის არავესტერნი ფილმი. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს კინოსურათი არის გადაღებული 1984 წელს. ამის წინა ფილმი გადაიღო 1971 წელს, ანუ 10 წელზე მეტი დისტანცია ძალიან დიდი დრო არის. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უნდა რომ ოსკარს აგინოს და გალანძღოს, იმიტომ რომ მარტო ამ ფილმის გამო უნდა მიეცათ ყველა ოსკარი, რაც კი არსებობს, მაგრამ ახლა უნდა გითხრათ საინტერესო ფაქტი. 2012 წლამდე ეს ფილმი ცნობილი იყო როგორც 229 წუთიანი კინოსურათი. 2012 წელს სკორსეზემ იპოვა დაკარგული ნაწილები, რომელიც დაამატა ფილმს და უკვე სრული ვერსიით არსებობს. მაგრამ ეს 229 წუთიანი ვერსიაც, რაც მანამდე არსებობდა და მსოფლიოში აჩვენებდნენ, მთელ მსოფლიოში ეს არ უჩვენებიათ, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებში ეს ფილმი დაჩეხეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაჩეხეს, საათნახევარი მოაცილეს კინოსურათს. 129 წუთიანი ვერსია გაუშვეს კინოთეატრებში, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი ცოდვა, რომ უფრო დიდხნიანი ვაჩვენოთ, ანუ დერვები შეიძლება ძალიან. ხოლო არცაა გასაკვირი, რომ შეერთებულ შტატებში ფილმი ჩავარდა, იმიტომ რომ საათნახევარი არის ერთი ჩვეულებრივი ფილმი. და ამას აღარ ჩავყვები ახლა, მაგრამ გასაგებია, რატო იყო კრახი. ფაქტი ფაქტად რჩება, სერჯიო ლეონემ შექმნა ის, რაც შექმნა. ვერავინ ვერ მიბაძა ვერასდროს.
ყველაზე გავლენა მოახდინა, ვისაც კი ერთი ფილმი მაინც უნახავს ამ რეჟისორის, მთელი კინემატოგრაფი მოაწყო თავის ჭკუაზე. აუ გვანცარა შენი ჭირი მე რა იხად, მაგარი რო ყოფილიყო ოსკარსაც მიიღება და შენი ჭირი მე მაშასან რეჟისორი ნომერი 4, რომელსაც ნომინაციას კი აღირჩებია მის დღემში. ამ რეჟისორის ოსკარობა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს და მადარდებს, იმიტომ რომ ეს კაცი არის ჩემი კინემატოგრაფიულ შეყვარებული. ჩემი პატატოა და კუტია და პუპსიკა. პუპსიკა. ეს კაცი არის ტერი გილიამი. ჩემი სიყვარული. ჩემი პუპსიკა. პუპსიკა გილიამი არის დღე. პუპსიკა. გეხოცებით ან subscribe არ გაგვიკეთოთ ამ ყველაფრისგან. ამერიკელი ანიმატორი, რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და ჯიგარი, რომელიც ინგლისში წავიდა ემიგრაციაში და რა მოხდა იქ? იგი გახდა მონტი პაიტონის წევრი. ესე იგი, მისი ეს ავანგარდული ინტელექტუალური იუმორი, სიურრეალისტური გამოცდილება არის უტოპესი. მონტი პაითონში მოღვაწეობის პარალელურად მას ჰქონდა ინდივიდუალური კარიერაც, ისევე როგორც დანარჩენ ხუთს, მაგრამ ტერი გილიამის კარიერა ყველაზე წარმატებული გამოდგა. თან იმის მიუხედავად, რომ ამას ოსკარი საერთოდ არ აუღია. ამ წარმოიდგინეთ დანარჩენების კარიერა როგორი იყო. ლუზერთა ჯოგი, ახლა რა არის დამახასიათებელი ტერი გილიამისთვის? ინტელექტუალური იუმორი, თამამი განცხადებები, აბსურდულობა, სიურრეალიზმი, სატირა, პაროდია, ამ ყველაფერთან ერთად ჰუმანურობაც, სიუხეშე, ეს ყველაფერი არის ერთად, სინთეზურად. თუმცა მთავარი არის ის მიდგომა, რაც გასაგებსაც ხდის, რატომ იყო მისთვის ბრიტანეთში მუშაობა უფრო კომფორტული ვიდრე ჰოლივუდში. მისთვის მთავარი ფილმში ნაჩვენები ამბავი კი არა, არამედ ის დამოკიდებულება, რაც თავად რეჟისორს აქვს ამ ამბის მიმართ. ესე იგი, ინდივიდი არის უფრო მნიშვნელოვანი და მისი პირადი აზრი იმ ყველაფერთან ერთად რაც ხდება, რომელიც სააშკაროზე უნდა გამოიტანოს აუცილებლად. ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი, რომ ადამიანები ჰოლივუდში შოუმენები კი არა, მოსამსახურეები არიან, რომლებიც ემორჩილებიან იმას, რაც მათი აზრით აუდიტორიას სურს. ესე იგი, ტერი გილიამისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შემოქმედებითი არჩევანი თავად მას გაეკეთებინა და არა აუდიტორიას. და აუდიტორია გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებდა, როდესაც უკვე დასრულებულ ფილმს წარადგენდა რეჟისორი. და შემოკარგებო, როგორც ჩანს, მისი ეს დამოკიდებულება პლუს მისი ეპატაჟურობა და ხელწერა მიუღებელი იყო როგორც კრიტიკისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მიუხედავად ამისა, დღეს მისი ფილმები საკულტოდ მიიჩნევა, მაგრამ თავდაპირველად ამ ფილმების ნაწილი ჩავარდა. დაიწყოთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და დიახ, ამას ვამბობ ძალიან ხმამაღლა და თამამად, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. კინოსურათი ბრაზილია, რომელიც არის ბნელი სატირა, თანაც არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დისტოპიური ნაწარმოების 1984-ის პაროდია. და პაროდია რა ჟანრია, ის ყოველთვის მიიჩნეოდა კომედიის ქვეჟანრად. და ბრაზილია არის პაროდია, რომელიც არ არის კომედია. მოკლედ, ფილმს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია და სხვათა შორის ამერიკული სტუდიური იდიოტობების გამო ევროპაში ეს ფილმი სრულად აჩვენეს და მაყურებელი გაგიჟდა, გადაირია, ეგრევე შეიყვარა. ხოლო შეერთებულ შტატებში ფილმის დისტრიბუციის უფლებები ქონა Universal სტუდიის დირექტორმა სიდ შეიბერგმა, როცა ფილმი ნახა, აღშფოთდა. გადაირია, გაიჭაჭა, სალტოები აკეთა, აღარ იყო ჭკუაზე, რომ ესო რა არის, რა უბედურება არისო. ან რამს ხელა ფილმიაო, ან ასეთი მძიმე რატო არისო, ან ეს რა ხელწერა არის, 100 წელით არის გადაღებული ჩვენი სათნო, სათუცის, პეტაკი, ამერიკული აუდიტორია, ამაზე ვერა გადაიტანსო. ასეთი რაღაც გააკეთეს ტერი გილიამის დაუკითხავად, ფილმი გაგლიჯეს, 98 წუთამდე დაიყვანეს და ისე უჩვენეს ამერიკაში და გაგლიჯეს ტყუილად არ ვამბობ, იმიტომ რომ ბოლო ნაწილი მთლიანად მოაგლიჯეს, ან დასასრული მოსპეს. და როგორ დაამთავრეს? ჰეპი ენდით. მთავარი პერსონაჟის სემის ამ სიზმრით თუ წარმოსახვით. და ყველაზე სასაცილო ეს არ არის. ყველაზე დიდი უბედურება არის, რომ ამ ულტრა მეგა ბნელი დისტოპიური ნამუშევრის რეკლამირება ამერიკაში ხდებოდა ასეთი ლოზუნგი. სიყვარული ყველაფერს იპყრობს. რაც შეეხება გილიამის რეაქციას ამ ყველაფერზე, ამ ლოზუნგზე ხო ძალიან ბევრი იცინა. მერე შეინბერგს ხომ საქვეყნოდ ჟურნალებში მაგრად დავებოდა, ეს ყველაფერი არ არის. საკუთარი ფილმის ჩვენება დაიწყო, underground კინოჩვენებები მოაწყო და ჩუმად ანახებდა ხალხს საკუთარი ფილმის სრულ ვერსიას.
და აქ ერთ-ერთ ჩვენებას დაესწრენ კრიტიკოსებიც და გაგიჟდნენ, გადაირიან ესო რა დიდებული ფილმი არისო და აი მე უკვე კრიტიკაც შეიცვალა, რასაკვირველია ამ ფილმზე და აღიარეს. თან აი უდიდესი აღიარება მოიპოვა. უწოდებდნენ საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარით. აი რასაკვირველია კრიტიკის ასეთ გამოხმაურებას უკვე ხალხმაც მოითხოვა, რომ გვანახეთ ეს ფილმი რეალურად როგორიაო და მოკლედ უნივერსალი ძალიან შერცხვა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილოს სამ ნამუშევარზე, რომელიც ერთმანეთზე მიაწვინა და ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა. პირველი არის მეფე მეთევზე და ასეთი გილიამი აქამდე არავის უნახავთ, ეს იყო ყველაზე მოულოდნელი, ეგრევე შეიყვარა აუდიტორიამ და მისი შემოქმედების ყველაზე ადამიანურ ნამუშევარსაც კი უწოდებენ. ის მელანქოლიური გარემო, აპათიის უზომო შეგრძნება, სევდა, სითბო და ზოგადად ადამიანურობა იყო ძალიან დიდი ამ ფილმში. იყო რა არის. მე ისევ გარეკა და გადაირია და გადაიღო 12 მაიმუნი, რომელიც მის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებულ კინოსურათად მიიჩნევა. ინტელექტუალურ ბლოკბასტერად მოიხსენიებდნენ, გარდა ამისა ბრუს უილისისა და ბრედ პიტის ასე უჩვეულო ამპლუაში ხილვა იყო წარმოუდგენელი მაყურებლისთვის. ხალხი 3-ჯერ და 4-ჯერ მიდიოდა კინოდარბაზებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩახლართული, ცოტა გაუგებარი სიუჟეტური ხაზები როგორმე გამოეხსნათ და კითხვის ნიშნებით სავსე დასასრული როგორმე გაეშიფრათ. ანუ ძალიან ჩაითრია ფილმი მაყურებელმა, ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. რავი, აი მეც რაღაც სიტყვის კინოაკადემია გამაგებინეთ. აი მესამე ფილმი კი, რომელიც საკულტო კინოსურათად მიიჩნევა, დაიწყო ტოტალური კრახით, შიში და ზიზღი ლას-ვეგასში, რომის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და ხალხი ყვიროდა, წიოდა, უსტვენდა ბუს ძახილით, შეწყვიტეთ, ანუ საშინელი რეაგირება მოხდა აუდიტორიის მხრიდან. აი შეერთებულ შტატებშიც არანაკლები იყო, ჩვენებას ტოვებდა ხალხი. ეს იყო ფილმი, რომელიც დარბაზებს აცარიელებდა. ფილმმა მსოფლიომ შეიძულა ეს ფილმი, ჯონი დეპის და დელ ტოროს კარიერის კრახად მონათლეს. ჰანტერ ტომპსონმა ჯონი დეპს საჯაროდ განუცხადა, ჰეი, შენ ნაბიჯო, რომ მე მგონი ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდები. დელ ტოროს კარიერის თვითმკვლელობაში და ფიზიკურ კოლაფში დასდეს ბრალი, მოკლედ საშინელი რეზონანსები მოყვა ამ ფილმს. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი, სახლებში გაჩნდა ვიდეო, ახალმა თაობამ მიპოვა ეს ფილმი, ახალი სიცოცხლე შთაბერა და საკულტო ნამუშევრად გადაიქცა და დღემდე საკულტო ფილმად რჩება. მე მგონი, რომ აქამდე ვიზეც ვილაპარაკეთ ყველაზე რისკიანი რეჟისორი ტერი გილიამია და ვიცი, რომ ვინმე მეტყვის კრონენბერგი უფრო აურაც მესმის, მაგრამ კრონენბერგს რაღაც თავისი სამყარო აქვს, თავისი ფსიქოლოგიური ძიებები და ძალიან მარტივად, უხეშად და რაღაც ხრივ არასწორადაც თქვა, უფრო სერიოზული რეჟისორია. და ტერი გილიამი ამას გატეულებს, ეს ვერ არის კარგად. ეს ვერ არის. და ცოტა ვერა. ძალიან მიყვარს. ჩემ პატარა. მაშ ასე რეჟისორი ნომერი 5, რომელსაც ნომინაციაც კი არ ღირსებია მის დღემში. ზაფხულია, ცხელა, გაგრილება გვესაჭიროება, ამიტომაც ice cream, you scream, we all scream for ice cream. დიახ, ჯიმ ჯარმუშის ამერიკული კინოაკადემიის ინტერესის მიღმა დარჩა, რაც ერთი მხრივ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ძალიან შორს არის მეინსტრიმისგან და უფრო მეტიც ძალიანაც წინააღმდეგია მსგავსი რაღაცებს. ყველა სხვადასხვა რამეს ადარებს მის ფილმებს, ჩემთვის ყველაზე მეტად გავს მუსიკას. თან მუსიკოსი არის და თან გასაგებია, მაგრამ აი სცენარზე მინდა ვთქვა, რომ გონია, რომ მისი სცენარები ასოებით კი არა, ნოტებით არის დაწერილი, იმიტომ რომ ის გარემო, რომელიც იხატება და არის შექმნილი ტემპით, რითმით და განწყობით, რაც აქვს ფილმში, ჩემთვის ყველაზე მეტად გავს მუსიკას. და რაც მთავარია, მაყურებელში როგორ აღწევს ეს ყველაფერი, შემ შემთხვევაში ისე აღწევს, როგორც მუსიკა. თუმცა ეს არის ძალიან სუბიექტური, რასაკვირველია და თქვენ შეიძლება სრულიად სხვა ასოციაცია გქონდეთ, რაც პირიქით უფრო მაგარია და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჯიმ ჯარმუშის უიდილი აურესობაზე მიუთითებს. როგორ დაიწყო ყველაფერი? ბავშვობიდანვე დედის დამსახურებით გაეცნო კინემატოგრაფს და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა ამ სფეროს მიმართ მისი სიყვარული და ზოგადად ხელოვნების მიმართ სიყვარული. როგორც ვახსენე, მუსიკოსიცაა, ასევე პოეტი, ხატავს, ფოტოგრაფიული გამოცდილებაც აქვს, მოკლედ ხელოვანი კაცია. ხო და ეს ხელოვანი კაცი 1980 წელს წარსდგა სადებიუტო ნამუშევრით მუდმივი შვებულება და გამისკდეს მიწა ის თუ ერთ-ერთი საუკეთესო დებიუტი არ იყოს კინოს ისტორიაში.
ამის მიუხედავად კრიტიკოსებმა დიდად არ მოიწონეს, თუმცა underground სივრცეში ძალიანაც მოიხიბლენ რომ იცოდეთ. მოდი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ჯიმ ჯარმუშის სამ ფილმზე გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა ვიტყვი რომ ჩემი აზრით მისი ყველა ფილმი არის საკულტო, იმიტომ რომ თავად ეს კაცი არის საკულტო. მაგრამ განსაკუთრებით ამ სამმა კინოსურათმა მოახდინა დიდი ეფექტი არა მხოლოდ ჯიმ ჯარმუშის მოყვარულებზე. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ძაღლი მოჩვენება სამურაის გზა, ჯერ ანუ სათაურის როგორია ხო? ამ ფილმით ძალიან ბევრი მიმდევარი შეიძინა ჯარმუშმა, ყველაზე სიგეში არის ის ჟანრების სინთეზი, რომელსაც გვთავაზობს და თან მორგებული აქვს თანამედროვე დროზე. განგსტერულ კინოს დამატებული ვესტერნის ელემენტები, იაპონური ფილოსოფია და იმ დროისთვის აქტიური ჰიპ-ჰოპ კულტურა, ყველაზე განსხვავებული სამყაროების შერწყმა მოახერხა და წარმატებით. ესაა მნიშვნელოვანი, რომ წარმატებით მოახერხა, იმიტომ რომ იდეა, სურვილი, მცდელობა შეიძლება ვინმეს ქონია მანამდე, მაგრამ მხოლოდ ჯარმუშმა შეძლო. ერთ წამსღა შევჩერდები ამ ფილმზე, ვისაც არ აქვს კინოსურათი ნანახი, არის ასეთი დუელის ეპიზოდი, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ტრიალებდა სოციალურ ქსელში და მეც რო სკროლავდი ხოლმე Instagram-ს ხშირად მხდებოდა და თუნდაც ზედიზედ შემხედროდა ორი ვიდეო ამ ეპიზოდის, ყოველთვის თავი ამბობ და უყურებდი ხოლმე, იმდენად ეფექტურია და რატო არის ხა ასეთი ეფექტურის ვესტერნის ესთეტიკა, რაც არის მთლიანად გადმოტანილი თანამედროვეობაში, როგორ დგანანის პოზები, ყველაფერი, კამერის მუშაობა და გარშემო ეს ფორდის მანქანები, ელექტროგადამცემი ბუძები, ეს ხაზები, რაღაც ასფალტზე დგანან ჯიგრები, ანუ ვესტერნი გამემართეს ასფალტზე. მარტო ეს ერთი ეპიზოდი მირჩევნია პირადად მე ბევრი ჯილდოიანი რეჟისორის ამ თლიან შემოქმედებას. თუმცა ეს მე პირადად. ამოვისუნთქო ცოტა. ქრონოლოგიურად მე კი მკვდარი კაცი მოდის, მაგრამ მკვდარი კაცი მინდა რომ ბოლოსკენ მოვიტო, ამიტომ ახლა მინდა ვისაუბრო ყავა და სიგარეტზე. ყავა და ლუდი არ თქვია შემეშა. ასე ფილმს სიუჟეტი არ გააჩნდეს, შიგნით არაფერი ხდებოდეს და თან ყველაფერი იყოს მასში. აი ეს არის პირველი ფილმი ჯარმუშის, რომელიც შემიყვარდა. აი ადამიანივით შემიყვარდა, ისეთი ფილმია. ჯერემი დავიწყოთ რომ ასეთი ჰიპერმინიმალისტური სტილის ფილმი თვითონ ჯარმუშსაც არ აქვს მეორე. მე ერთი უმაგრესი და მთავარი დეტალი ამ ფილმში. ხალხს ათამაშა თავიანთი თავები, ოღონდ გამოგონილი. და ესთეტიკა ყველაზე უესთეტიკესი ფილმი არის მე მგონი, ეს თავისი კუბიკური გადასაფარებლებით, ყავის უხში ვარით და სიგარეტის გამონაბოლქვით და ეს ყველაფერი არის შავ-თეთრში. ამის მიუხედავად არის ძალიან ფერწერული სურათები, ძალიან ფერწერული. არის ნამდვილი ხელშესახები. სიგიჟე. მე ეს დუეტები თუ ტრიოები თუ კვარტეტები შემომწყდარია მაგიდასთან და დიალოგები, ორი ადამიანური დიალოგები აქვს. არის ვარსკვლავთ ცვენა და სტვენა ამ ფილმში და როგორ შემოდიან პერსონაჟები, როგორ მოულოდნელად ყველანაირი იმპულსის გარეშე შემოდიან, ხდებიან და მიდის ეს დიალოგი. თან როგორი დიალოგია, ვერც ყურს წყვეტ, ვერც თვალს წყვეტ, თავიდან ცოტა იკარგები რაშია საქმე, რაზე ლაპარაკობენ, მერე ძალიან შიგნით ხარ, გესმის, გვერდზე მაგიდასთან ზიხარ თითქოს. მოკლედ ესაა ჯარმუშის პოეტური ანთოლოგია და 21 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. ესაა ჩემი მოსაზრება. თქვენ თუ სხვანაირი მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ, მოგისმეთ, ჩემი არგუმენტები მოისმინეთ, თქვენც მომასმენინეთ. მაგრამ მოდი ჯერ საუბარი დავამთავროთ ჯარმუშზე, თანაც ფილმით მკვდარი კაცი. ნამუშევარი, რომელიც მიჩნეულია მჟავა ვესტერნის მწვერვალად და ამის მიუხედავად ფილმი რო გამოვიდა, მაინც ჩავარდა. წარუმატებელ პროექტად იქცა. და ისევ ხალხის საშუალებით გახდა ცნობილი, შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საზოგადოება ამ ფილმზე საუბრობდა, ვინც ნახა ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ და ემოციებს და ამ გაზიარებას და ინფორმაციის გავრცელებას რასაკვირველია უფრო დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან 2003 წელს გამოვიდა კინოსურათი და ასე სოციალურ ქსელებით ვერ გააპოპულარულებდნენ ამ ფილმს, მაგრამ თავარია რომ ფილმი მივიდა მაყურებლამდე, საზოგადოებამ გაუგო, შეიყვარა, მიიღო, ეს არის რეალურად ნამუშევრის ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ მოვიტოვე ახლა ეს ფილმი მე ბოლოსთვის? ნახლა მე მინდა განახოთ ფოტოები, უფრო სწორად სკრინშოტები, რომელიც ჩემს Instagram-ზე გადავიღე. ეს სკრინები არის სწორედ ამ ფილმიდან, მკვდარი კაცი და წარწერა აქვს თავზე ჯიმ ჯარმუშმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ფილმი.
უჩვეულო მე მგონია არაფერი არ არის ერთ შეხედვით. რამდენმა ადამიანმა მოიწონა კომენტარი ამდენი ასე შემდეგ, მაგრამ მარცხენა ქვედა კუთხეში თუ დაიხედავთ, ნახავთ რომ ჩემი მიერ გამოწერილ ერთ-ერთ ადამიანს აქვს დალაიქებული, დაგულებული და ვინ არის ეს კაცი? ეს კაცი არის ჯიმ ჯარმუში ხალხო. ანუ შევიდა სოციალურ ქსელში თავის ფილმზე ასეთი წარწერა ნახა, აი ამაზე უფრო მეტად რით უნდა გაიხაროს შემოქმედმა, არ ვიცი. შეიძლება რამით უფრო შეიძლება გაიხაროს, მაგრამ მე მგონია რომ ეს არის ყველაზე მაგარი რაღაც. მილიარდ ჯილდოს რო ჯობია, ყველაფერს რო ჯობია, იმიტომ რომ მთელი ეს ემოციები, სიყვარული, ენერგია, რაც გაქვს ჩადებული შენ ნამუშევარში და კინოს წარმოებას რა ენერგიები და რა დრო და რა რესურსები სჭირდება ეს მოგვიხსენება და აი ამ ყველაფერს ამას რო ხედავ რომ ხალხს ასე ძალიან უყვარს. თან ორი დღის წინ მოხდა ეს ამბავი ეგრევე დავსკენ და შევინახე, მინდოდა რომ კარგად დაემთხვა რა, რაღაც მინდოდა ამ კეთილ საყვარელ ნოტზე დამემთავრებინა ეს ვიდეო. დამთავრებინა ეს ვიდეო თქო და მიხვდით ალბათ რომ დამთავრდა. იმედია ძალიან დიდი ვიდეო არ გამომივიდა. თუ მოგეწონთ ვიდეო დალაიქეთ, ძალიან გამოგვადგება. ასევე ბევრ თემაზე ვისაუბრე მეტნაკლებად და დარწმუნებული ვარ თქვენი აზრი გაქვთ ამ თემებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, მოვისმენდი იმ დამოკიდებულებას, რაც თქვენ გაგაჩნიათ, რა საკვირველია თუ გაქვთ სურვილი რომ გაგვიზიაროთ. გამოწერა არ იქნებოდა ურიგო. ასეთი სახის ვიდეოები თუ მოგწონს, აუცილებლად გაგვაგებინეთ. ოსკარებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ოსკარ მსახიობი რეჟისორი არის, რომელზეც რასაკვირველია ამ ვიდეოში არ მილაპარაკია. თუ გენდობებით, შემიძლია ჩავწერო ოსკაროები ვოლუმ 2. და ზოგადად ასეთი ფორმატის ვიდეოები თუ მოგწონს, რომ ვიცოდე რომ აწარმოოთ მაქსიმალურად, ძალიან აღარ გავწევო. წარმატებები აბა, ჯიგრები ხართ, რო გუყურებთ.